ხელფასი ბევრი გაქვს, ხო, დისპეჩერად რომ მუშაობ ალბათ. შენ ამერიკაში დისტანციურად მუშაობ, ხელფასიც კაიბლომად გექნება. ისე დაახლოებით რამდენს ურტყავს ხოლმე შენი ხელფასი ყოველთვე. მოდი დღეს ამ ყველაფერზე ვისაუბროთ, მეგობრებო. ვინ არის დისპეჩერი, რამდენი აქვს ხელფასი და რა კომპანიებია ბაზარზე. დისპეჩინგს აქვს რამოდენიმე განხრა. არის ქარჰაულინგი, არის მშრალი ტვირთები, არის ფლეტბედები, არის სტეპდეკები და ასე შემდეგ. ამოვანათებ ფოტოს რამდენი რაღაცა არსებობს. მე ამჯერად მუშაობ დრაივენებზე და ფლეტბედებზე. 53 ფიტიანი დახურული მანქანა, 23 ფიტიანი ფლეტბედი არის ღია, ჭირდება ბევრი სტრეპები, ბევრი ტარპები და ასე შემდეგ. ქართველების კომპანიაში მიმუშავია, რამდენიმე დიდ კომპანიაში მიმუშავია. ესენი იყო GA Logistics, იყო Iberia Express, იყო Babylon, ოღონდის box truck-ებზე იყო, სულ თავიდან ის დავიწყე და ეხლა ვარ DB International Group-ში. ეს კომპანიები ოპერირებენ ამერიკაში, მაგრამ დისპეჩერები მუშაობთ საქართველოსდან. რო დავიწყოთ Babylon-ში მუშაობდი პირველად და Babylon-ში იყო შემდეგი გადახდის პრინციპი. Babylon-ში ოუნერები მუშაობდნენ ვისაც თავისი box truck-ები ყავდა და მომული იყო ჩვენ კომპანიაზე. ჩვენ უგდებდით ტვირთებს, მაგალითად, თქვათ ესეთი ტვირთი New Jersey, Ohio, ხო? არის 700 მილი, მძღოლმა დაუდო $800. ჩვენ ამ თანხას ვამატებთ 10%-ს. ანუ მძღოლმა ხოდა $800. ჩვენ ვუმატებთ $80 ან $100 და თუ მე ამ ტვირთს ვიღებთ ამ $100-დან 15% გვერგებოდა ჩვენ. იყო $200 დამატებული, $300, $500 და ასე შემდეგ. ამის შემდეგ მოვხდი ერთ-ერთ ქართულ კომპანიაში, რომელიც თუ არ ვცდები, მერაბ დვალიშვილს და ხალხს ასპონსორებს ეს არის GA Logistics, რომელიც არც ისე პატარა კომპანიაა და მათი გადახდის პრინციპი იყო 1% ლარებში, გროსის 1% ლარებში. ხელშეკრულებას თუ მოწერილი მაგხენი არ ვიცი, რო არ უნდა გავთქვა და კონფიდენციალურია ეს ინფორმაცია, მაგრამ წამოსული ვარ უკვე გაიხანია მაქედან და მოგეთ მან იყო 1% ლარებში. ამის შემდეგ რო არ მომეწონა, რაღაც ვერ გავიგე კარგად და ერთ თვეში წამოვედი. ამის შემდეგ გადავედი იბერიაში. იბერიაში იყო 1% დოლარებში. შენი 5, 7 თუ 10 მანქანით, როგორც დაასრულებდი კვირას, ამ შედეგს ადარებდნენ გროსაც და RPM-საც ადარებდნენ თვითონ მარკეტის ფასს და რამდენითაც დააკლდებოდა, ან რამდენითაც გადაცდებოდი, იმდენი პროცენტით მეც გიხდიდნენ. ნუ ძირითადად მან მუშაობა მომიწია ცუდ მარკეტზე, ამიტომ ძირითადად მაკლდებოდა ხოლმე. ანუ რო ვთქვათ 0.9-დან 1%-მდე დოლარებში გიხდი და იბერია. ეხლა სადაც მუშაობ არის DB International, აქ არ გავასაჯაროებ რამდენია ხელფასი, მაგრამ დაახლოებით მივხვდებით. ამ კვირაში მეყავს 7 მანქანა, ანუ 7 მანქანის დატვირთვა შეგიძლიათ, უბრალოდ ცხოვრება აღარ გიქნებათ და ამაზე უნდა დაფიქრდეთ. 7 მანქანა მყავს ამ კვირაში, აქედან 5 დრაივენი, 2 ფლეტბედი, რამდენსაც დაგროსავენ, იქიდან მერგება პროცენტი. თუ რამდენი პროცენტი ამაზე არ გეტყვით. ასე ნაწილდება ხელფასები, ზუსტ ხელფასს ვერავინ ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ქარჰაულერები არიან 3 მანქანიანებს, ტვირთავენ 9 მანქანიანებს, 1 მანქანიანებს, 2 მანქანიანებს, მაგათ ვაფშე 5 და 6% აქვთ. უბრალოდ ეგ ცოტა უფრო რთულია ამ საქმესთან შედარებით რა. ხო და ეს ზუსტ ხელფასს ვერავინ ვერ გეტყვით. გააჩნია რა მიმართულებით გინდათ, რომელ კომპანიაში მუშაობთ, როგორ შეუთანხმდებით, რამდენად გაქვთ გამოცდილება და ასე შემდეგ. თუ გაინტერესებთ მეტი ვიდეოები დისპეჩერობასთან დაკავშირებით, რა როგორ ხდება დისპეჩინგში, გამომიწერეთ და